მოგესალმებით მეგობრებო, მე და გიორგი. დღეს გიორგი ჩამოვიდა ახალი სასულე მანოკები. იხვის, ყველა იხვის და ბატის. ბატის ყოფილი. ყველას მეც მოგესალმებით, რა თქმა უნდა, კობას მისალმებაში ჩემი ცითვლება და ბევრჯერ არ გავმეორდებით ამ ხრივ. მოკლედ ჩამოვიდა, მოხდა სასწაული და 13 მანოკი, მოკლედ ისე მოხდა, რომ ერთ კაიფასში გავარტყით რა, შენი წყალობით, იმ გაგებით, რომ შენი მოსწავლე ვარ გამოწერებში. მართლა გიორგის გაუმართლა და 13 წლის სასული მანოკი იყიდა $80. დაუჯერებელ ფასად. მე არ ვიცახი მას, მაგრამ $80. აქ არის თან მე სურათი მაქვს ნანახი, აქ არის ისეთი პრემიუმ ხარისხის სასულე მანოკები, რომელიც ერთი ცალი ღირს $80 და გიორგი 13 იყიდა მოკლედ და სულ ბრენდულებია თან რაღაცა ისეთი უმეტესად ბრენდულია, ხო და მინდა რომ ვანახოთ სულ ყველას. ჩვენი სიხარული და რა თქმა უნდა ამავდროულად რაღაცა მიმოხსნე ერთ რაღაცას ვიტყვი რა. გავაკეთო. მოკლედ 20 წლის წელია რაც ვნადირობ იხვზე და ნუ ზოგადად კანონით დაშვებული რაც არის ყველაფერზე. მაგრამ წელს მოხდა ისეთი რაღაც რომ გიორგის წყალობით დავიწყე მეც სასულე მანოკებით დაძახება და ვარჯიში და აგერ ჩემი პატარა არსენალიც ესე გამოიყურება, აქ არის იხვის და სულ ყველა არ არის კიდე რაც აქვს. კიდე იქნება ცალკე დიდი გახილვა მოუწევს ამ ყველაფერს და გიორგის წყალობით და კიდე რამოდენიმე კეთილი ადამიანის წყალობით, რომელსაც მე გაიცნობთ ეტაპობრივად და ხო. დავიწყე ვარჯიში და ფანტასტიკურ შედეგებს მივაღწევ უმოკლეს დროში და იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს სფერო, რომ დიდი დრო დაუთმე და კარგად შევისწავლეთ ერთობლივად, იმიტომ რომ მარტო გიორგი მინდა აღნიშნო, რომ ამ სფეროში მარტო კაცი ჭამაშია, ცოდვაო ნათქვამია. ისეთი კარგი რაღაც მოსაზრებები გაუზიარეთ ერთმანეთს, რომ ამ სასულე მანოკების სიახლეებში და ახალ აღმოჩენებში კარგი მიგნებები ანუ მიგნებები მოუძებნით. კარგი მიგნებების გზაზე ვდგევართ. ბოლოში არ გავსულვართ ეს იმ ხელასფეროა, რომ ასე უამრავი ბრენდი მოვსინჯეთ და ამ ბრენდებს ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ახლა დაუბრუნდეთ ისე პატარა შესავალი იყო. დაუბრუნდეთ ჩვენს 13 ერთეულს, ხო. მოკლედ იქ როგორც ეწერა 2 თუ 3 არ მუშაობს ამ 13-დან და ნახოთ რა მუშაობს, რა არ მუშაობს და საერთოდ რა ხდება რა. აბა გიორგი, დავიწყეთ რა. აბა ნახოთ რადევს ყუთში. რა ბევრი მაკულატურა დასარბილები. მე ხედავ მომეცი აგენ. საწყობში არის მაგდენი ადგილი. აგენ დავდოთ. დავიწყოთ ამ კონკრეტული. ოჰო. ანუ ამაში იყო კიდე გახვეული ეს, ანუ შეფუთვის ხარისხი რა, რა დონეზეა რომ არ იმასახნას რა. მაქსიმალურად კარგად რომ მოაღწიოს სამკვეთამდე. ხო, ბიჭო, ერთი ამხელა ყუთია რა, ისა რა ქვია. ზოგი არის აქ ნახმარი, ზოგი არის უხმარი, ასე. ო, მე ვნახე ახალ შეფუთვებში პაკეტებში. ო, ახალია. ეს არის ახალი. ეს ბატია როგორც ვიცი. ბატის ზომაში დიდია. და როგორც წესი ბატის მანოკები ცოტა უფრო ზომაში დიდებია. იხვის მანოკებიც არის, მაგრამ ეს არის მოდი ისა დაანახეთ ცოტა კარგად ხალხს. აი, მეგობრებო, ესე გამოიყურება. რა ბრენდია? მე პრიმოსია მეგობრებო. პრიმოსი უნდა იყოს თუ არ ვცდები. Made in USA-ია. კი, ეს პრიმოსი უნდა იყოს. იმიტომ რომ სულ თუ არ ვცდები პრიმოსია. ვერ მოვიკითხე, მაგრამ აი, მოიცა? ტრიტონ თუ ტრუტონ ესე აწერია და კი არ მახსოვს რაღაც პრიმოსში გადის თუ არ ვცდები. გახსენი გამეიღე კაცო, მაგის იმას ვერ მოგონე. შეფუთვა ძალიან გავს პრიმოს რა. თან Made in USA რო არის აი აქ იქნება, აი. ხო, მთელი ხელმოწ ვიღაცა ქალი ჯონ ჰანკი და ტიმ ჰანკის მთელი ხალხებია ესენი და აი რამია ვნახოთ პრიმოსია თუ რა არის არ ვიცი. აბა ვაუ, სუპერ! ეგრე პირველია და სუპერ, შენც და ეგეც რა უკვე ხვდები რომ კაი რამე. ეს გავს, ეს არის მერო პრიმოსი მაქვს. აგერ აი აქ არ არის. ხო, აი ორივე მანდარი და თან შედარება გავაკეთოთ რა როგორი პრიმოსია.
ადრე ესეც ლოტში იყო რა, ბატი და მეთქი აბა, აი. ესეც პრიმოსია ოღონ ხე შერეული იმასთან, რა ქვია, პოლიკარბონატი. ხო რა. და ის მთლიან ესეც ძალიან კაია, რა გინდა, ნუ თავისი სტილი აქვს, მაგრამ აბსოლუტურია. არა, ეს უფრო რაღაცა თითქოს ეს უფრო კარგია. აბსოლუტურია. ეს კაი. ნუ ორივე კაია, ასე რომ ვთქვათ. პრიმოსია. გავს ძალიან. მოიცა აგე რა წერია კაცო. მაგრამ პრიმოსი არაწერია ეს ტრიტონ აწერია აგე რა, აი რომ ბატის არის, ხო, მაგრამ მოიცა აგერ წარწერა. არ ძალიან მაგარია. ჟღერადობით არის ძალიან. ხო, აი ეს მომწონს ხოლმე ძალიან, აი ესეთ მანჟეტებზე, მრგვალ მანჟეტებზე როდის ხოლმე. ხო, ეს შაქალიმიტით ის არის რა. კი ბატონო, ხო და ძალიან მომწონს, აი ესეთ ენაზეა, მოკლედ ერთი პატარა ენა აქვს, რომელიც გაძლევს ანუ ჰაერების რეგულირების საშუალებას. რაც თავია ბრენდ ძალიან მაგარი ხმა. Made in USA აწერია. კი ბატონო. მაგარი. აგერ დავდებ ამას. სუპერ. ეს ერთი. ეს ერთი ბატი. ბატი. ზოგადი მიმოხილვა წარმოსახვითი. აი, მოდი გასცენია რომ აი რაღაც განახსენე. ორი ცალია. ხო. მაიტაგერ მაგიდის ქვეშ მოვა. აგერ დავდებ. ეს რა არის? დაქალენითიც გავს. კი ბატონო. ოპა. ეს არის ამაზე მე ვისაუბრებ და შენ გააგრძელე. მოდი თქვა რომ დავარქვით ბადრიას მანოკი. ეს არის ჩვენი მეგობარი. ჩვენ ბადრის ფიფიას აქვს ესეთი მანოკი, მე და ყობა ვიყავით სტუმრად ბადრისთან პოტში და მოკლედ იქ დავეუფლეთ ამ მანოკს პირველად ნახეთ ბადრიას ხელში არის აბსოლუტური აკრილიკი. თავიდან ბოლომდე არის ორენიანი და რამაც განმაცვიფრა -7 გრადუსი იყო ბადრისთან რო ვიყავით ფოთში იხსე სანადიროთ და წყალშიც ჩავყავი და ზახილის დროს ხო დანერწვა იცის კიდე გაიყინა კიდევაც და აი ორენიანი მანოკი არ გაჩერებულა -7 გრადუს ყინვაში და აი დიაპაზონი აქვს დაძახების აი თუ გინდა კომპრესორი მიუერთე ატარებს ჰაერს ასე რომ ვთქვა. მეგობრებო, ხო, ანუ პროფესიას მიწყობს, ანუ პროფესიით ვარ საუნდ ინჟინერი, ხმის ინჟინერი ქართულად და მინდა აღნიშნო, რომ ამ კონკრეტულ ამ საყვირს სასულემანოks აქვს განსაკუთრებით მჭექარე შორს გასარტყოცნად ისეთი აგებულება აქვს რა კონსტრუქციულად, ანუ ესეთი რუპორივით მსგავსი დიდი დიამეტრის ის აქვს ღარი. სხვა მანოკებისგან განსხვავებით გამოარჩევს და შორ დისტანციაზე კარგად ავრცელებს ბგერას და გამორჩეული ამით ასევე არ იჭედება, არის აკრილი ჟღერ და მინდა აღნიშნო რომ ერთი რაღაც რა, რომ ეს ქარხნულად ენები როგორც დგას ხოლმე შესაძლებელია ამის გიორგი ამიხსნეს ყველაფერიც რომ დავანაცვლოთ, დავარეგულიროთ, გავასწოროთ ჩვენ სუნთქვაზე და საერთოდ სხვა ჟღერადობას იღებს. ხო და მეთანხმებით. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. შენ უკეთესად ახსნი მაგას. ხო, ანუ ჩამოსული მანოკები მე არ მქონია შემთხვევა, რომ აი დამეძახებინოს და მომწონებოდეს და იქ პატარა რეგულირება ხდება და ანუ არგებს შენ შესაძლებლობებს და შენს დიაპაზონს. ამის საშუალებას გაძლევს მანოკი. შეიძლება სხვანაირი სუნთქვის სტილი აქვს და აი თავის სტილს, ანუ მაღალი კლასის მანოკები გამოირჩევა ამით, რომ ამის საშუალებას იძლევა. და ამას მეორენაირად ყობამ დაარქვა, ეს არისო კალაშნიკოვიო რა. სადაც გინდა, როგორც გინდა, რანაირად გინდა. ნებისმიერ პირობებში რომ უღალატოა. უღალატოა აბსოლუტურად. ამისი ფასი დაახლოებით ცალკე კაი ფასში რო დაითრიო, ასე რომ ვთქვა ჟარგონულად. აი უნდა გაგიმართლოს რომ სადღაც $80 ფარგლებში იყიდო 70-80 ფარგლებში გამართლება. ახალი მე ვნახე და $250 ღირდა არ დაუჯერე ბადრი რომ მეუბნებოდა რა და ხო მე შევედი და $250 ღირდა ახალი და კი ბატონო შენს გაქვს არსენალში ეს რა თქმა უნდა ბადრის მანოკი ვის არა ხო ბადრის მანოკი არის აი კალაშნიკოვია რა ერთი მეორეს ხო განსხვავება არის მინარევებში ვიზუალური გაფორმება დამჩენი იდენტურია. ჩაძახე და მე აბა ეხლა ხმა როგორი აქვს რა? აი ძალიან ყობამ წეღან ახსნა და მეც დავამატებ რომ აი ძალიან დიდი გამომავალი ის აქვს, ასე რომ ვთქვათ, არხი
და აი ესეთნაირად იშლება, ესე რომ ვთქვა და აი ძალიან მჭექარია რა, როგორც მოყვება დაბალ დიაპაზონში, ისე მაღალ დიაპაზონში. მურადი გვყავდა ეს ვაჩვენეთ და მურადს არ მოეწონა, ну რაღაც ხრინწები არ მოეწონა. რეგულირების ამბავია და თვითონ ამისი დავალებაა ცოტა სხვა კიდე ასე. აი როგორც ხმის ინჟინერი ვამბობ, რომ ეს სასულე მანოკი short დისტანციაზე იმუშავებს ბრწყინვალედ რა. ახლო დისტანციის შეიძლება არ იყოს, მაგრამ ყველაფერი ხმის ბგერა იზომება დეციბელებში, ანუ ხმის წნევა რა. გაცილებით მეტი ხმის წნევა აქვს ამას, ბგერის წნევა, ვიდრე სხვა მაგალითად ამ დაქანლიმითიც, აი 80 საუბიროს რა. და ეს არის ესეთი აი რუპორული თვისების მქონე სასულე მანოკი, რომელიც ბგერას ხორცნის short დისტანციაზე. შეიძლება მოკლედ დავიძახოთ აგერ ახლა რა. ხო. შევერია. თუდი არა. ხო რა, ანუ ასე რომ ვთქვათ, რეგულირება უნდა, აშკარა. აბა შენ საში დავიძახოთ. აი ხმაზე დგას. აი ხო. აღნიშნა რომ ამ მანოქს შედება ძლიერი ფილტრები რა. აი დიდი ჰაერის ნაკადების რეგულირება შეიძლება რა. არა, აშკარა დასარეგულირებელია. ამნაირ იმაზე არის ცხოლი. არა. გასასწორებელია. ამ მაგის გასასწორების ჩვეულებრივ ხდება, არანაირი პრობლემა არ არის. ეს გასწორებული ნორმაა, ასე ვთქვათ. გასწორებული ხმებსაც მოგასწრებთ. აბა შემდეგი. მოკლედ. შემდეგი აგერ არის. უი, ამას ქვია Fox. ხის მანოკია. სხვათა შორის ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, კულტურა არის ხის მანოკებისაც, ევროპაშიც და ამერიკაშიც და არანაკლებია აკრილზე, ასე რომ ვთქვათ, აკრილს აქ მოდი განვასხვაოთ, აი გამოხატული მჭექარე ხმები, ანუ ბგერის თანთქვის ალბათობა არის 0-ზე დასული თვითონ. ამას უფრო თბილი და სასიამოვნო ჟღერადი ხმა. ხეს როგორც ყველაფერში, ანუ უფრო თბილია ყველანაირი გაგებით. ხე ისია ხმები. ბგერის თვალსაზრისითაც კი და არის ერთენიანი. და ერთენიანის ხარჯზე არის შედარებით იოლი დასაძახებელი ესეთი სტილის მანოკები, ასე რომ. ნაკლები ჰაერი უნდა. ადვილია მაგ ხო და ნახოთ აბა ეს რა არის ახლა. ვიდეო. ცოტა მეტი ის უნდა, არ ყოფნის პატარა ჰაერი. არა, ხო? რაღაცა სტილნია, მაგრამ ვერ ხვდები რა არის. რუხი იხვის ხმას გასავს უფრო ალბათ რა. რაღაც დამღამება უნდა. ვერ ხვდები რა არის. ეს არის ბრენდი. შეიძლება სუსტანაირად დასაძახებელია და მე არ ვიცი. ხო. არ არის ხარაზულა იხვის. პოპულარულია, ძალიან პოპულარულია ხის მიმართულებით რა. ხის სასულე მანოკების მიმართულებით. კი ბატონო ჩემო. ეხლა გავხსნათ ახალი. ავხსნათ ახალი. ეს გადავდოთ. აბა შემდეგ. ახლა რაღაცა მსხვილებთან გვაქვს აქ. ესეც სამი ცალი უნდა იყოს დაქანლიმიტედი, აი ზუსტად ჩემნაირი. ზუსტად ჩემნაირი. აბაცადე. ზუსტად. ხო, აი რაც აქვს ყობას, ერთი არის, სამი ცალი უნდა იყოს, ესეთი იყო კიდე ერთი უნდა იყოს ღია მწვანე, აი ფოსფორის ფერს რო ეძახი. ესეც არის დაურეგულირებელი, აბსოლუტურად ყველაფერი არის იგივე. ერთი მეორეზე დევს რა. ეგ უეჭველი დასარეგულირებელი. კი. ენის ცოტა წანაცვლებები აუცილებელია მეგობრებო რა. ანუ ხო, დარეგულირება უნდა. როგორ ხდება ხოლმე? იუსი გვერდზე. ხო, ეს მეორე. ოღონდ ცოტა უყურე, აი წარწერაშიც არის. ამას სარტყელზე აქვს ეს წარწერა. მაგრამ ფორმა, აგებულება. ხო, არის აკრილი ორივე და მოდელი ერთ და იგივეა. განსხვავებული წარწერებია მხოლოდ. შემდეგი ისე დედალი იხვი ხარაზულა ბაგ გარდნერისაა ესეც რა. ეს ხო, დაქანლიმიტედია.
unlimited-ია, მაგრამ გარდნერია ეს რასაც განვიხილავთ. ეს ბაგარდნერი და Duck Unlimited ერთი კომპანია, ანუ ერთი ჯგუფია, ასე ვთქვათ რა. პირველი ჩემი საერთოდ წახსნა ერთენიანია. საინტერესო. ესე ძალიან საინტერესოა. ესეთ კომპაქტურია. ამისი გამომავალი არხი არის ვიწრო დასაწყისში და მერე იშლება ესეთნაირად, ნახე? ხედავ როგორია. ხო და იმისი უფრო ამდაგვარია, ოღონ თავიდანვე დიდით იწყება და უფრო დიდით გამოდის, ასე რომ ვთქვათ რა. შორი დისტანციების არის. კი ბატონო. სრულკალიბრიანი არტილერია. დავალიწნება უნდა. დავალიწნება. ხმით თუ დაიძახებ, უკვე ფხრით საძლევს რა, ამასაც თავის სტილი. აქ არის აი ყვება აქ ძალიან მაგარი რა. რა ყველა კაია ასე. კონკრეტული ბგერებია ყვებაში რა. ანუ არ ისე საეჭო რაღაცა ბგერები არა, რაღაცა გაურკვეველი. კი ბატონო. კონკრეტული. აი ეს არის განსხვავება ხმის დართვა და უხმოთ, აი. აი ჩვენიერია. როგორც ერთი აღებული ზანგაია. საინტერესოა ამ ყველაფერთან მუშაობა, ასე რომ ვთქვათ რა. თავიდან სხვა ხედვები მქონდა, მაგრამ მე მგონია ჯერ აი ხან სამად გავაჩერებ და ყველასთან ვიმუშავებ რა, ასე რომ ვთქვათ. გამოჩნდება აბა შემდეგ. ოპა, ხე ისე. ხე და მე მგონი ბატია იქ. ხო, აბა მოსწონდა. ბატ შენ უფრო კარგად იზარ. არა, შენ ხარ. რამე, ჯერ ვარა მე. როპა. მე მეგობრებო. არა, ეს რაღაცა განსხვავებულია, ნახე? ხო, როგორი ენა აქვს? ხო, ეს რაღაცა ტრიპინაბატები როა მე მგონი. მე მეგობრებო, როგორ ვისწავლეთ, იცით დაძახება. გიორგი ხო ამიხსნა ეს თეორია. მე რაღაც ვიმოკლე ვიდეოებს ვიმოვინიშნე, რომელიც მომეწონა და მოკლედ ქალაქში რომ მოძრაობდა საცობში აღმოჩნდები ხოლმე, ამოვწევ ფანჯრებს და იქ ვარჯიშობ ხოლმე. საერთოდ არავის არ ვაწუხებ ვარ ჩემთვის და ესე ნელ-ნელა საინტერესო. დაახლოებით ერთ 5 საცობში რომ მოყვე, უკვე აზრ მოვედი. რაღაცა ბატია რა, ბატია ო რაღაცა სხვა ჯიში და სხვანაირად დაძახება უნდა და ამას გავარკვევთ ნელ-ნელა ვიდეო. ოჰო. ესაც ხეა ბატის მაზე იზახ. რა ბავია, რა სონდენი ბატი და რა. ამდენი ბატი. რა ხე და ყე აქვს დაჭრელი უყურე. არ დაიწყო. რა ხე ყე აქვს დაჭრელი. აბანა. ეს ორენია. აი ნახე როგორი ენები აქვს წანაცვლებული. ხო, წანაცვლებულია. ესეც რაღაცა იგივე ფირმა. ოღონ ეს ესეთი რაღაცა. ხოია. რაღაცა მე ვფიქრობ ეს არის აი რუხი ხვის და ესე ქვე კლასებში მომავალი დედალი ხვის დასაძახებელია. რუხი არ არის ქვე კლასი, მაგრამ ხარაზული იწება მთავარი ხვათ ასე რომ. ხარაზული იქვე არის. მთავარი. ჩვენც არ ვიცით ბოლომდე რა არის ასე ვთქვათ. უბრალოდ აი Duck Unlimited იყო აქ ყველაზე მეტად მიმზიდველი რამაც გამოიწვია მთლიანი პაკეტის ყიდვა ასე რომ ვთქვათ. ერთი მანოკის ფასად იყიდე 13 და უკვე მიმზიდველია. ესეც ხე არის. ესეც ხე. ესეც ხე არის, ესეც წვრილი ენით არის. ესეთი წვრილი ენები რო არის ხოლმე ან ბატი, ან მომცრო ზომის იხვი ასე რომ მე უფრო რუხი იხვისკენ ვიხრებ. რუხი იხვი, იხვინჯას დედალი, ესა ჭიკვარას დედალი და ესეც რაღაცა. მე გამიგონია ამნაირი იხვის ხმა და იმაზე ჩემ აი თეთრშუბლას დედალს აქვს დაახლოებით ამნაირი ხმა. კი ბატონო, ხო რა. ხო და ეხლა ყველაფერი ერთად არ მახსენდება ისიც კი მიკივტივებს, მაგრამ სახელებს ვერ ვიხსენებ. ეს ბატში გადავიდა. მაზე
რა ვიცი მე აი ვახვე ეს იხვიცა ბატიცა ანუ ხო რავი უკრა ხო თქვი ან პატარა იხვისა ან ბატისაა თქვი ესეთი თვლილი ისო აქვს რა არა ძალიან ჩვენ საინტერესო დასალაგებლები ვართ ეხლა პროფესორობას ნუ მოგთხოვთ ჩვენ წეღავ თქვით რომ სწორი მიმართულებების გზაზე ვდგევართ ასე რომ თქვა ჩვენ სოფლიო ჩემპიონები არა ხო ჩვენ ვეცნობით ამ ყველაფერს და თქვენს გაგიზიარეთ ეს ჩვენი ნაბიჯები ასე რომ თქვა თორე არ მოგვაქვს თავი ხო რაღაცა ჰაი კლასის დამზახებლად ეგეთ კაცს ხო ნამდვილად არ მოგვაქვს თავი მარტივად რომ თქვა კი არა ესეც საინტერესოა და ეს მინდა ვთქვა რომ საქართველოში თუ ვინმე ეძახის სიხს შენ ერთ-ერთი კარგი დამზახებელი ხარ მე-11 მე-12 ხო მე-11 ტოპ-10 ხარ ისევ დანქან ლიმიტით ძალიან მაგარი ფერი რა და ძალიან საინტერესო ესეც აკრილია როგორი შავი სარტყელი აქვს ძალიან ლამაზი ფერია ანუ ყველა ენაზის აი ერთმანეთზე ჩვენ ხო ვიცით რომ ცოტა საანაცვლებდა მეგრევე ეგ არის აი როგორი ლამაზია რაღაცა ეს ძალიან ელეგანტურად გამოიყურება აი ენები ამას უკეთესია ხო არა როგორც ჩამოვიდა ეს უკეთესად იდა ეს უკეთესად დგას რა უკეთესია გასწორება უნდა იმურსაც და მაგასაც და შენ ჭუაზე გაასწორებ მაგას კი ბატონო შემდეგი გვაქვს ბიჭო დავიღალე რამდენი 1 2 3 4 5 6 7 8 9 ესე ის 3 კიდე გვაქვს რა ნახოთ კიდე რა ხდება ო აი ეს არის არსენა ეგ არ მუშაობდა როგორც მახსოვს აღწერაში იქ როგორც იყო რა კი მხოლ რაღაცა ალარდ ხო აბანახ ას უცხო მოდელია ბატია ესეც ბატია კი ხო ის პრიმოსის მსგავსი ენა ხო აი ორი ის პატარა მოკლე ენები აქვს როგორ ორი ენა აქვს იმასაც ორი ენა აქვს შიგნით და მე ჰაერის ნაკადზე სხვაგან გება და სხვა ბგერაც იძლევა აი არის ახს იმიტომ არ მუშაობს იმიტომ იძახდა ვაფშე გამოდის გშიტინით ჰაერი მე ვფიქრობ რომ რეგულირების პრობლემაა ენა უნდა გამოწიო რა აი უყურე რამხელა ის აქვს წინ ხო ეხლა უყურე შენ მოდი ეს მინდა რომ ვცადო აბა იმიტომ რომ ეს ძალიან შეგდებული იყო იქ და შეგენ შევარდნელი ხო და იმიტომ იყო რაღაცეები მაგის გამო თუ არ მუშაობს სასაცილოა აი ამოიღო ხმა ნენელ ამოიღო წაანაცვლებ და ჩვენ ხელში ხო ენები არის корпуსი არის და ხა შიგნით არაფერი არაა ესეთი რომ რაღაც აქ დიდი ჩვენ ხელში კვანტური ფიზიკა იყო საჭირო ეს კი არა ყველაფერი ამეიღებს ხმას კაი გაგებით კი ბანგაი დიდიება ცოდე შემოშიგნით просто მაინტერესა იმიტომ რომ აი სასაცილოა რა ხან ისეთი პრიმიტიული რაღაცის გულისთვის ისეთ კაი რაღაცებს ყიდიან და თვითონაც რო არ იციან რომ საინტერესოა ხო მიკვირს ხოლმე რომ რანაირად აი ჩვენ ხო იმით მივილტვით ხო რო და არ და ამ დროს რაღაცა უფრო მოხერხებულები ვართ რა ნუ რეგულირება ენებს რა და ამოიღებს ხმას რაღაცა უნდა მოკლედ ხო მაგაზე თუ არ დავკარგეთ რაღაცა შეიძლება რომ აქედან გაგეთ არ თავდება რა ხო ეს რაღაცა ისეთი აი საინტერესოა ახლა ხო აი ჩალიჩები მიყვარს ჩალიჩები კიდე ოპა ეს რაღაცა აი ყველაფერია ხე ისა რა ქვია ყვითელი მეტალი რა შეიძლება ლატუნის დაგ ქარს მიდიება აქაც გვაქვს ერთი ენა ხეს როგორც შეშვენის ესეც ხის სასულე მანოკები არა ეს ხშირად არის ერთენი ხო რეზბა რა მომენტია ვერ ხვდები არც ძურება რანაირად იყო ეს უცნაურად ამორგება
ეს ის ხო არა? ნუ 2 თუ 3 არ მუშაობდა რა და ეტყობა მათ შორის ერთ-ერთია. ესეც ხეა. მაგრამ ეს უაზროთა აქ მაინც ადეს წამით. რაცა უცნაურობებს აქვს ადგილი. უყურე რა ხდება? მაცადი. ეს ასე, მე ეს უნდა შიგნით შევიდეს. მაგრამ აი გრე. აი. და იქ უნდა დაეჭიროს. იქედან? აბა ნახე. ამოიღო ხო? ხო. ასე ყველაფერს მოგლეთ რეგულირება უნდა რა. და შესაძლებელია. ეგ რა არის? ესეც ხეა. ეგეც ხე არის. ის ხეა რა. დაარეგულირებ და. კი ბატონო. ესეც ხეა. შეიძლება ბევრი რაღაც აქედან გავაჩვენო. და უცნაური ხო? ვიღაც დამწყებ მონადირე აზრზე რომ მოვიდეს და ასე შემდეგ. დაიწყო შეეჩვიოს, ივარჯიშოს. მერე გადავიდეს. კი ბატონო, ჩვენც მასეა, მე მასე დავიწყე მაგალითად. დავიწყე პრიმოსი და 5 ლარიანი მანოკით დავიწყე ძმაო რა ვიცი, ნერდელაღ მეწყალობი წინ მივდივარ. ვისწავლეთ რაღაცეები, გავერკვიეთ. ესეთი რაღაცა მოკლე და ძალიან რბილი ენაა და აბა ნახოთ. თვითონ ეს ფორმა სხვანაირი რაღაცა. ფორმა ხო. დიდი მილაკია. კი, რაღაცა ეს რაღაცას ემსახურება ესე. აბა ნახოთ. ვერ მივხვდი. რეგულირება. კიდე არის. ოჰო. მე რა მაგა. ესენი ახლებია. ყოფილა შევარნილი ენა. ესენი ახლებია მე გავხსნა. მე. ისა? ეს არის სავარაუდოდ ჭიკვარას დედალი, ოღონ რეგულირება უნდა. ხო, ის ისა ენის რეგულირება. ხო, რაღაცა ჩახრინწული ხმა აქვს და ხო, რაღაცა აი ჭიკვარას ის რო არის დაკომანდერის ყავისფერი რო ხო, რაღაცა მსგავსი მიმართულება უჭირა. აბა ნახე. ესეც ახალია. ვიტო რამდენია რაინა. პრიმოსი. ეს ნამდვილად პრიმოსი. ეს ნამდვილად პრიმოსია. 1 2 3 4 5 6 7 8. აგე ესეც made in USA აწერია რა და ეს პრიმოსი. სხვადასხვა პრიმოსის თითქმის ყველა სასულე მანოკი made in USA, ანუ წარმოება არის ამერიკაში რა. აჰა. ეს ძალიან ისეთი უცნაური ის არის. მოდი ესე დავანახოთ ხალხს. ხალ აწერია. რა უცნაური იცი ახსნა ის რო აქვს გახვრეტილი ცხვირი ხო, აი ეგეთები ბევრი შემხვდა. და არ ვიცი რა არის და არ გიდულობ რატო. არ გიდულობ ასე ვთქვა. ხო, მაგ მიზეზი. აგეთ. ერთი საყვირის ფასში 13 საყვირი ჩამევიდა და ნახევარიც რო გამოდგეს მე ვფიქრობ რომ რა ესეთი თავისი საკიდი მოყვა რაც უბრალოდ გულს ახარებს თორე შეიძლება მნიშვნელოვანი არაფერი არ არის აქ ისა ზამბარა აქვს ხო დაზამბარებული ეს ამას გამოწევ და ჩამოიკიდებ ერთს მოდი გავაკეთოთ ვარიანტი აიცა ეგ ისა აქვს ცოტა აი ეს არ ძრება კაცო მე მონოკი არ არსებობს რომ ძრებოთ ორი ენაა მოკლედ ესეთი ზამბარა და კეტავს ავტომატურად თვითონ ხო ის აქ არა ყურე აქ როგორ აკიდე იცი ხო აი ესე ჩაიკედა ეგ აი ეს ნახრეტია საინტერესო სალამური არ ვიცი როგორ უნდა დავიძახო პრიმოსია წერია აბა ნახე პრიმოსი ხო ეს გავხსენი და აქაც გვაქვს ორი ენა ორი გაიხსნა ეს ჩვენ ხო გაიხსნა ჩვეულებრივ ესეც რეგულირებადი ანუ ყველა საყვირი არის რეგულირებადი ეს არის ვაფშე სიტყვა არ ვიხმაროთ მთლიანად ახალი მაგრამ რაფერი უნდა დავიძახო არ ვიცი მედელა ოუ რა მაგარი ხმარ ბილი ბიჭო აი ხა ახე ტონალობებ როგორ იცლება ეს
არის ჭიკვარას დედა. ხო, ანუ ორ რაღაცას იძახის. ანუ ხო, ერთ მანოქში არის ორი გაერთიანებული. და შეგიძლია ამავდროულად ამის საშუალებით დედალი ხარაზულის დედალი და ჭიკვარას დედალია ერთად. ამის საშუალებით ხო განასხვაო რა. ტონალობას იცვლის ღერადობას. თა რა იმას რბილია და ამავდროულად წნევასაც იტანს. მეტი ანუ ეგა ჭიკვარა. ან ჭიკვარა, ან რუხი იხვი და მოყოლებული ქვეკლასები, დედლები რაც არის რა. კი ბატონო. ჩვეულებრივი ხოთა ჩვეულებრივი ძარ მაგარი. და რბილი ხმა. ძალიან მაგარია, ამით ეს ხუთი გადავდო. ეს ხუთი გადავდო, просто მე გამოვიყენებ უბრალოდ ამებს სასაღებად. ძალიან მე არ ველოდი ნამდვილად ამ მანოკისგან ესეთ ეფექტს რა. ეს ძალიან მაგარი. გავგიჟდი, აი ისეთი რბილი და სულ ახალია, ამის ნუ გეშინია. არა კაცო რა მეშინია. ნახე რა მაგარი ის არის. რით სარეგულირებ მაკედარ კაროჩე რა. თა როგორი სასიამოვნო და საძახებელია. ძალიან რბილი ხმა. ძალიან მაგარია ძმაო, აი სუპერ. არაფერი ერთი წაიღე. კი ბატონო, რა ამბობს რა არის. ეს ჩემი აზრით ახლო დისტანციაზე იმუშავებს ძალიან კარგად რა. ეხლა ის დაქან ლიმიტიდები ხო შორტ დისტანციაზე სამუშაო სასულემან ეს იქნება ახლოში ბრწყინვალე. ხო, აი პატარა სავარგულებში ასე ვთქვათ. კი, პატარა ხო მოკლე დისტანცია ტყეში. აი ჭალებში რომ იცით ხოლმე ჩაჯდომა და აი ხო საღამოს პერიოდში. ეს დიდ ტბაზე და წყალსაცავზე შეიძლება ისე შორს ვერ გააჟღეროს ხმა. იმასთან შედარებით. თუმცა მე ჩვენ გვაქვს გეგმაში რომ ერთი მხარეს დავრჩეთ წყალსატევის მეორე მხარეს და ისე ჩავწეროთ ხმები როგორ გამოვა მეორე მხარეს. კი, ანუ შორტ დისტანციაზე როგორ ანუ ახლოს ჟღერადობა რაც აქვს გამოცემული ბგერა მანოქს. შორტ დისტანციაზე სულ სხვანაირად ჟღერს ის ხმა ვიდრე ახლოს. ანუ და ეს ექსპერიმენტები კარგია რომ ჩაატარო, მოისმინო, გაანალიზო რა დისტანციაზე გადაწყვიტო რა გინდა. ხო, ანუ კონცეპტუალურად ჩამოყალიბდე რომელ სიტუაციაში, რომელ გარემოში რა გამოიყენო ხა. კითხვა გაუჩნდება ბევრს, შენ გამომწერებსაც, შეიძლება ჩემ გამომწერებსაც, რომ ყველას კაცო ამდენი რა გინდათ ეხლა კიდე ბევრი გზაშია. ხო, რაღაცები ჩამოსასვლელია. მონტო, ალფა 2 და ასე შემდეგ რა, ანუ კარგი ესეთი ბრენდული მანოკები, მაგრამ კითხვა ლეგიტიმურია, რომ რა გინდათ ამდენი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იმითვისაც საჭირო, რომ ჯერ ერთი არ არსებობს სხვადასხვა მოდელები რო აიღო მანოკები ერთნაირად ჟღერდეს. პრაქტიკულად ერთნაირი ჟღერადობის მიღწევა შეუძლებელია. აგერ სამი ერთნაირი ხო იყო, ამათშიც კი განსხვავება იყო. ამათშიც სხვაობა ენების რეგულირება. შეგიძლია ახლო დისტანციაზე ხრინწიანი და ასე შემდეგ ამუშაო და მეორე რა გარემოში მოგიწევს ნადირობა და ასევე რა დისტანციაზე მოგინდება იხვის შემჩნევის შემთხვევაში დაძახება რა. ამას განსაზღვრავს და არეგულირებს ეს მანოკები ზუსტად რა. ზუსტად ახსენე. ხო, და მეც დავამატებ, მე ჩემებურად ვიტყვი იგივეს რაც შენ, მაგრამ ჩემებურად ვიტყვი. ანუ რა საჭიროა ამდენი მანოკი? ეხლა ამდენი მანოკი ნამდვილად არც მქონია იდეაში, უბრალოდ გავარტყი და აი ამ სამის გულისთვის ვიყიდე დანარჩენი და ამ დანარჩენშიც კი ხედავთ რამდენი კარგი მანოკი გამოდგა და რამ ბევრი შეიძლება ერთი სამი შეიძლება ითქვას რომ რაღაც მისახედია, თორე მუშაობით ყველა იმუშავებს და აქედან ბევრს გავაჩუქებ აუცილებლად. და რისი თქმა მინდა, ანუ ამდენი რაც გინდა ვთქვათ, აგერ ჰობო მაქვს პირველი გამოვიწერე ჰობო რა. და ერთმა კარგმა კაცმა წამოწია ამისი თემა მარლენთან და გოგასთან რო ვიყავი გადაცემაში
აი მაშინ იქ რაღაც სიხსე რო ვისაუბრეთ, იქ თქვა ერთ-ერთმა მან კომენტარებში რომ მე ჰობო მაქვს და დიდი სიამოვნებით თუ შეჯიბრივით ჩატარდებაო შეხვედრაო რა, მე მანოკეებსო, მე ჩემი ჰობოტი გამოვალ და ჩავწერე ეგრევე და ნახე რომ ძალიან მაგარი ტოპია რა, ანუ ეს არის World Championship სასულე მანოკი ეს და ეკო არის, ხო, აი ლიდერობენ აწერია კიდევაც რა მანოკებს რომ სოფლიო ჩემპიონატებზე გაუმარჯვია და ამ მანოკებს და აგერ აწერია ეს ყველაფერი აქ თავისი აღნიშვნა და ანუ რად გვინდა ამდენი ანუ როგორც თოფია მანქანა ტუფლია ტანსაცმელია რომ უნდა მიაგნო ისეს რაც მოგერგება შენ და შენ შესაძლებლობაში იგულისხმება სუნთქვა და შენ ფიზიკური შესაძლებლობები დაძახებასთან მიმართებაში ფანტაზია და ყველაფერი. ანუ არის მომენტები მე რომ მქონდა ვთქვათ და კომანდერი რომ მქონდა ძალიან კაი მანოკი იყო, მაგრამ იყო რაღაცები, რასაც იმით ვერ ვაკეთებდი და მეგონა რომ მე ვერ ვაკეთებდი. თურმე მანოკით შესაძლებელია იმის გაკეთება. აი ამის ძიებაში ვართ, ამდენი მანოკები გვაქვს, იმიტომ ასე რომ ვთქვა და მე ან თბილ მოგონებებში დარჩება, ან სამეგობროს მეტი რა გვყავს, არც უცხოების უზგვენანება რამე და მოხდება გადაჩუქება, გადმოჩუქება ახლა ვაჭრობას არ ვაპირებ ამით. ხო, არა, ჩვენი მიზანი არის გიორგისაც უთხარი და წამოვიდა გიორგისგანაც დადებითი პასუხი, რომ მე იმდენად დამაინტერესა პირველად მოვხვდი, მოკლედ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ამ სასულე მანოკებით ადამიანებმა რეალური შედეგი ნახე. მოიტყუეს, დაასვეს და რეალურ შედეგებზე გავიდა ის ნადირობა და ძალიან ისეთი ემოციურად ადირთულიყო ჩემთვის ეს ნადირობა და ეგ დღე არ დამავიწყდება, იმიტომ რომ ამ დღეს შეცვალა საერთოდ ჩემი ცნობიერება იხსენ ნადირობის შესახებ რა და გამიჩნდა მაშინვე სურვილი რომ ესე იგი აქამდე თუნდაც ყოლში მიცხოვრია. გიორგის წყალობით და იქ რამოდენიმე კარგი ყველა ერთმანეთის წყალობით ვარ და გიორგის სამეგობროში არიან ძალიან კარგი თავისი წყალობა და მურადა საკედან მოკითხვა და კიდე გიორგი რუაძეს და ასე შემდეგ. ამ ხალხთან ერთად ვიყავი და მოკლედ ისეთი კარგი საზოგადოება შეიკრა და ისეთ საზოგადოებაში მოხდი რომ ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოხდა და ამის შემდეგ ეხლა რა არის ისეთი მეთქი რაც დამაინტერესა და ის არ ვისწავლობდი და სულ რაღაც არ ხუმრობ რა მეგობრებო აი ხა ეს მანოკები ჩამოვიტანე კიდე ერთი ამდენი სახში მაქვს და რაღაცები კიდე გზაშია და მოკლედ მაგ ყველაფერსაც განახებთ მე დეტალური მას გავდივარ განხილვას ჩვენი სამეგობროთი მოვაწყობთ და ძალიან საინტერესოა და ანუ იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის მინდა აღნიშნო რომ ესე იგი სრულიად შეცვალა იხსენ ნადირობის კულტურა და ხედვა ჩემში მოახდინა სრული ტრანსფორმაცია რა თავიდან დავიბადე რო იტყვიან ამ სფეროში და არასდროს არ არის მეგობრებო გვიანე და არაფერი არ ესე გამოვიყენებ არაფერი არ ტეხავს რა მე მაგალითად ერთგვარად ცოტა ისეთი მორიდება მქონდა რომ რაღაცა ეხლა რო არ გამომივიდეს რო დავიძახო გიტყდება რომ რაღაცა ვერ გამომივიდა და არაფერი მეგობრებო არაფერი ამაში ცუდი არ არის მარტო საკუთარ თავთან რამე ვიდეო YouTube-ზე, Facebook-ზე რივლებია უამრავი სადაც კარგი პროფესიონალი მონადირეები ეძახიან იხს და ანუ როგორ შეიძლება ადამიანმა ეს ყველაფერი აითვისოს რა და შეითვისოს არაფერი არ არის სასირცხვილო რა პირველად არავის არ გამოსვლია ეგრევე და გუთლიდან არავის არ დაყოლია ამადამიდან არავის არ დაყოლია და მეთქი როგორ ვერ უნდა ვისწავლო მეთქი და კარგი ვიდეოები შევინახებ რაღაც ერთგვარი პლეილისტი გავაკეთე კარგი გამოსავალი, ანუ თავისუფალი დრო შეიძლება არ აქვს თავზე საყრელი და მივაგენი ყოველთვის წყალსატევზე ვერ წახვალ, ხალაგარეთ ვერ გახვალ. მანქანაში ჩამოკიდე სარკეზე, კი უკვე ხალხს რეები არის ეს ყველაფერიო, მაგრამ ზოგი ხდება, ზოგი ვერ ხდება და როცა გადავადგილდებოდი, მოგეხსენება თბილისში კაი გვარიანი საცობებია, 1 საათიანი მაინც არის და დავჯექი ფანჯრები ამოწერო ირგვლივ საზოგადოება არ შემეწუხებინა ჩემი ხიყინით და
დავიწყე ვარჯიში. კი ბატონო. და გიორგი ზუსტად მეორე საცობის შემდეგ ურეკაო, რომ მეთქი გიორგი რაღაცა გამომივიდა და მივაგენი მეთქი რაღაც გასაღები ვიპოვე. კი გახსოვს იმ და შემდეგ 1-3-4 საცობი და უკვე დაიწყე და დაიწყე. გამოგიგზავნე ჩანაწერები. ასევე კარგია თუ ყველა რას აკეთებდი, რას გინდოდა რომ ხაზი გაგესვა და გავიწე. ანუ შენს დაძახებებს იწერდი და მე უსმენდი სად გეშლებოდა. ხო, ვიწერდი ამ ჩემ დაძახებებს და შემდეგ უსმენდი და სად შემეშალა, სად ქონდა ჩავარდნა, სად მეტი ჰაერი, სად ნაკლები დავაკელი და ამ ყველაფერს ვანალიზებ და ზუსტად რა ვიცი, ალბათ 7 ასეთი მცირე საცობი გაკვეთილი მანქანაში ჩავატარე და შემიძლია დღეს თქვა, აიგიო შენ თქვი ობიექტურად რომ შემიძლია დღეს წავიდე და მოაწვო იხვი. ხო, დაუძახო და მოვატყო ისე რომ კი ბატონო. არ დავაფრთხო. მე რო ჩემი პირველი ვიდეო ჩავწერე იქ უფრო თეორიულზე ვისაუბრე, მაშინ ვიდრე რამე საქმე დავაკეთე. ხო, 4 წლის უკანდელი ვიდეოა. აი ის რო ჩავწერე, მაშინ გაცილებით დაბლავიდექი შენთან თუ არა და კი მოусმინე და კი ისმენდი რა ები მეშლებოდა და როგორ დიდი დამსახურება და ყველას მინდა გირჩიოთ, რომ ერთხელ მაინც ცადეთ, თქვენ ცადეთ და ყოველგვარი ეს ელექტრომანოკები და ესენ დაგავიწყდებათ. ჯერ იმდენად ინტერესიანია და იმდენად აზარტულია რომ ეს ყველაფერი პროცესი ნელ-ნელა მანიპულირებებზე რომ და მეორე ვერანაირი ელექტრომანოკი ვერ მოვა ადრენალინით ამასთან ვერ ეს არის ბუნებრივი დოპინგი ასე რა თქმა უნდა და ისედაც რეზულტატის მხრივაც რო აიღო აქ ცვლი ყველაფერს და გძნობ იხვი ახლოს არის შორს არის იმის შესაბამისად ეძახი რაც ჭირდება იქ არის ყველაფერი რა ეს არის მთელი ფილოსოფია რაც არის რა ერენტის ჩვენ ახლა კარგი რაღაცა ჩამოგვივა მე და გიორგის ესე იგი მივაგენით ესეთ რაღაცას რომ ცნობილი ბრენდები უშვებენ აუდიო ალბომებს როგორც მუსიკალური ჯგუფები ისე წერენ აუდიო ალბომს, იქ არის ვიდეო გაკვეთილები და აუდიო ჩანაწერები. ესე იგი, შორიდან იხვი როგორ მოიხმო, როგორ შემოიტყო ახლო დისტანციაზე, როგორ დააფინიშო და ასე რა არის ამის დაძახებები. არის ამის ჟღერადობები რა, ბგერები და ესეთი რაღაცა საქართველოში მე არც მინახავს და რო წავაწყდი ეგრევე გიორგის დაურეკე რომ მეთქე ძალიან საინტერესო იქნება მეთქე ნახოთ იმათი გამოცდილება ჩვენს გავიზიაროთ და ჩვენ მერე გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს. მოკლედ შევაჯამებ და ორი ახლა დიდ დროს აღარ წავიღებ. მოკლედ უსაზღვროდ საინტერესო, უსაზღვროდ დიდი ადრენალინის მქონე პროცესია რა. მაგრამ ყველაზე ძვირიანია ნადირობის კუთხით რა. ვერც ნადირზე ნადირობა მოვა, ვერც ფრინველზე ნადირობა სიძვირის კუთხით. ანუ აი ეს ყველაფერი გჭირდება, ნავიდან დაწყებული. ნელ-ნელა ნავით იცით რა არის ეტაპ ყველაფერი შეიძლება დახვეწო, შეაგროვო, განავითარო და ისი ამოვნო ამ ყველაფერს და თურჩევა გჭირდებათ გიორგის მიმართოთ. მე ახლა არა მაქვს პრეტენზია რომ, მაგრამ მეც ნელ-ნელა ჩავდგები თქვენს რიგებში. ყველას ვისაც რაღაცა შეგვიძლია ეს ყველაფერი გაგიზიაროთ და კი ბატონო. მინდა ვთქვა რომ თუ საქართველოში ამ ყველაფრის კულტურა დამკვიდრდება, ჩემი აზრით ეს იქნება ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და ბუნებრივად მოიკლებს მონადირეთა საზოგადოებაში. ჩვენ ვიცნობთ რამოდენობას, მაგრამ რაც უფრო მომრავლდება, ეს ადამიანთა რიცხვი, ამ ადამიანთა რიცხვი რაც უფრო მომრავლდება, მერწმუნე რომ შეხედულებები ნადირობა, იხვზე ნადირობაზე რადიკალურად შეიცვლება საზოგადოება. კი ბატონო და ანუ იხვსაც სივრცე გაუჩნდება ყობა მოსვენების. იმას შენ რო ეძახი თუ კაი დამძახებელი ხარ და კარგად მოატყუებ, ანუ ბუნებრივი ციკლია ეს. შეგიძლია რომ იმდენი მოინადირო რომ შენ გახარებული იყო და ბუნება ზარალი არ მიაყენო, ან მოსვენების რეჟიმში შეუძლია ფრინველს რომ იყოს და აი ყველგან კატერით რომ დასდევენ და სიტყვაზე იქედან და აქედან და კატერები არ აქვს და ვერ შეგვიძლია ვძდიოთ თუ რაღაც, მაგრამ უბრალოდ ეს საერთოდ არამონადირულია და მე რომ მკითხო, ეგ ნადირობაც არ არის. ეგ არის ხოცვა ჟლეტვა. რაღაც ნადირ ფრინველის სულ სხვა მუღამი აქვს მოკლედ ამ ყველაფერს ნადირობს. და ნუ არ მიწყინოს ახლა იმ ხალხმა შეიძლება მათთვის სულ რამეს ვამბობ, მაგრამ იცით რა არის მეგობრებო, გამოცადონ ერთხელ ეს ყველაფერი, აი გამოცადეთ, მოინდომეთ, სწორგზაზე დადექით და ჩემს სიტყვებს გაიხსენებთ მერე რომ აი ამ ყველაფერს მოაქვს უსაზღვრო სიამოვნება
ნადირობის პროცესში. და არის აბსოლუტურად ბუნებრივი ციკლი, რითაც ბუნებას არ უშავებ არაფერს და იმ ნამატს მოიპოვებ, რაც გერგება, ასე რომ ვთქვა. ზომიერი რაც არის. ხო, უბრალოდ ვერ გადააჭარბებ ყველაფერს რესურსი ჭირდება. ელემენტარული ამით იმდენს ვერ იძახებ, რომ იმდენი მოატყუო, რომ ხო, გაჟუჟუ, ასე რომ ვთქვა. შეიძლება კითხვები წამოვიდეს, რომელი ვიყიდო, რომელი ბრენდი ჯობია, ახლო დისტანციაზე, შორტ დისტანციაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერზე გიორგის მიწერეთ, არ დაგზარდებათ, არ წმებული ვარ და სწორ რეკომენდაციებს და რჩევებს მოგცემთ. და რა ვიცი, ერთად აბსოლუტური ვერ იქნება, ანუ ჩემი ამომწურავი ახლა, იმიტომ რომ ჩვენც ახლა რაც ჩავიხედეთ ამ თემაში და რაღაც ახალ ბრენდებზე, ტოპ ბრენდზე გადიხარ, კიდე ტოპ მოდის და ყველა ტოპ ბრენდი ჩვენთან იქნება უახლოეს მომავალში გიორგი და მაგაზეც ადეკვატურ პასუხებს გავცეთ ახლა, რაც არის თუ არა დიდი ფულის გადაყრა. რიჩენტონი, ანუ RNT Dark Unlimited-ის პრემიუმ მოდელები, ეკო შენთან არის, ჰობოაგერ არის და ახლა რაღა არის მეტი დარჩი კი ისა მურატასთან ჟარგონია არის რაღაცეები, მაგრამ კიდევ არის რაღაცა ვერ გამოვლენებიც არის ჩვენ მეგობრებთან რაღაცები და ანუ ახლა ასეულობით მოდელს უბრალოდ საქართველოში ვერ წააწყდები და კი ბატონო ათეულობით მოდელი ჩვენს ხელთაა და რომელიც თქვენთვის იქნება საინტერესო მოდელი, ეხლა აქ ზინკი მაგალითად აი ეს მამალი ხარაფერი უნდა ჩამოვარაკრაკოთ, დავიძახოთ, ხო, ბოლოსკენ. ბოლოს დავიძახოთ, კაი. ესეც ამოვაჩინე და ბადრი თქვა, რომ ესო ჩემ დაკ კომანდერთან შედარებით უკეთესად ჟღერსო. ხო, თითქოს მარტივია, მაგრამ ჩემს ბაგარდნერთან მიმართებაშიც მომწონს ეს კონკრეტული ზინკის ეს მეგობრებო ესეთი რაღაცები რატომ არის კარგი? იმას გეტყვით რომ გიორგის რატომ უნდა გკითხოთ რჩევა რომ თქვენ კითხვას რო დასვამთ, გიორგი გირჩევთ რომელ ჰაბიტატში, რომელ გარემოში, რომელი მანოკი უკეთესია ჩვენი გამოცდილებით. უილად არ გადაყრით ფულს, ანუ წყალში გადაყრილი არ იქნება, ჩვენ გამოცდილებას გაგიზიარებთ და ანუ ეს იქნება ხო ჩემი შედეგი, მაგრამ შეიძლება უკეთეს მიადნო მე რა თქმა უნდა უკეთესი, მაგრამ აი მე ვერ წარმომიდგენია იმ RNT-ის და ეკოს და იმ მოდელების შემდეგ მაგაზე უკეთესი არის რაღაცა signature მოდელები, რომელიც რაღაც გაფორმებულია იქ ინგლისის ხო უბრალოდ ფორმა, სახელი აწერია. მაგალითად როგორც ახლა აი ისა გარდნერ 80 წლის საიუბილეო მოდელი და ესეც unlimited-ია, ასე რომ ვთქვათ. ის არის 80 წლის საიუბილეო, პოლიკარბონატი, აკრილის ცხვირი, ძალიან საინტერესო სინთეზია. ხო, ეს შეიძლება ის იყოს. შეიძლება აკრილი იყოს. შეიძლება აკრილი იყოს, მაგრამ ჩვენ არა, მასოვკა აკრილია, ეს ალბათ ცალ-ცალკე რატომ უნდა იყოს. ხო, ესეც აკრილია და თან ამას საინტერესო ის აქვს, რომ მოყვა მეორე კაფსულაში მოყვა მეორე ენი. წაძრე თავიდან ისე აუხსენი. ხო, ანუ მოყვა კაფსულა ამ მანოქს, მე ამასაც გაჩვენებ. ეხლა ამას უყენია ორი ენა. ამას ამოვაძრობთ ამ შავ ნაწილს. იღებთ, მეორე ჯდება ეგრევე გასწორებულზე, ისიც პირდაპირ მოათავსებთ შიგნით და ერთენიანია. მოგინდა ორენიანი, წააძრო ფუცებ ჩასვა ეს ნადირობის კი არ ვცვლი, აი ლერწმის ტანი რაც არის, აი ეს ფლიანი ამოდის და ჩადის, ასე რომ ვთქვათ, დარეგულირებული ენით რა. და ის დევს კაფსულაში, რო არ დაგეკარგოთ, რო არ დაგიზიანოთ. რა სპეციალური კაფსულა აქვს, ალუმინის კორპუსი. კი ბატონო. ხო, ეს აკრილია და რა ვიცი, მურატას ერთ-ერთი საყვარელი მანქანა გამოჩნდა, ხო, ეგ აღმოჩნდა და ასევე გიორგისაც და შენიც და რა ვიცი, შენც ხო გამოჩნდა. გზაშია, ხო, ჩემს გზაშია. ეგრო ნახე ვერ გამომაზე, აი. არა, ძალიან მაგარია და მოდი რაღაცები დავიძახოთ ახლა და მე მოგზალებულად ვიდეოები რის მიხედვით დროის სიმცირე გვაქვს თორე იმდენ ამის გაკეთება ჩაწერა გვინდა ხო დაუძახოთ დედალი ხარაზული დაიწყე და მეც საქმეები შეძლებს ჰობო ასე რომ ვთქვათ ეს არის ჰობო და დავიწყოთ პირდაპირ რა მოგლე ძალიან რბილი და ძალიან კარგია. კი.
გაძლევს აი მე რაც მინდოდა მივაგენი ამ ჰობოში იმას რომ ანუ თქვათ ემოცია როცა გძლევს ნადირობის დროს აი მაქსიმალურად აი შენ გონია რაც უფრო ჩაზახებ უფრო გააგონებ იხს და მოიტყვევ და ამ დროს ხდება დაცლა ჰაერისგან და მანიპულაციას ბოლომდე ვერ ასრულებ დაძახებებს და ეს ისეთი წნევას ქმნის წინიდან კი არ ტყორცნის ზედმეტს ანუ შიგნით გინარჩუნებს ამ წნევას რო გინდოდეს ვერ ტყორცნდა მას კიდევ უსაშველოს გაძლევს რა და მაღალი კლასის ხო არც იჭედება სოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული მაგას და ერთი ძალიან ჩავძახებ აი მიყვარს ხოლმე ძალიან ჩაზებ ბეჭდობებიან არგი და არა საჭირო მაგრამ მე მიყვარს ასე რომ მედი გაცა აქ აი ყველაფრის საშუალებას გაძლევს აბსოლუტურად. აი ჩემთვის მაინც ჯერჯერობით ყველაზე მაგარია. აი, ძალიან დაუმღამე. და Unlimited-ის 80 წლის აივილი. კი ბატონო ჩემ. აბა ძაღლი. იდეალური. იდეალური. ნორმალური ნამის. ხრიციც ის ხრიციც მაგარი. აი ეგ ვისწავლე. მოდი ახლა თუ გინდა შენ ხომ ასე იძახი მე რაღაცებს დავიძახი. აი ესეც ნენელა ვისწავლე ისეთი ყვეტილად. შენ ისე მე სულ რაღაც ერთი თვეა მეცადინებ. ხო, მაქსიმუმია გამოცდები ჩასაბარებელი. ჯერ გამოცდა ჩასაბარებელი, ასე რომ ეს არის. მაგრამ დავხვეწავ ბოლომდე რა თქმა უნდა. კი ბატონო. ხო არა ეს კარგი იყო. ეხლა ეს ჩემი პირველი მანოკია პრიმოსი, რომელიც ნახევარი ხია და ნახევარი. ძალიან მაგარია, მე ძალიან. ამის ხრინწი მე ძალიან მომწონს სხვათა შორის და რო ჩავწერე ხმა და მოვისმინე ძალიან სასიამოვნო ხრინწი იყო. აბა წავიდა. ვიტყვი ბოდის ვიხდი, ბევრს დაინტერესებს ფასები და რაღაცები და რისაც ვიცით თქვა, ახალი ჩავწერე ეს და ახალი ჯდება $40-მდე რა. პრიმოსი. რომელიც მე ვთვლი რომ ძალიან მაგარი. მაღალთან არის ამერიკაში დამზადებული, სხვაგან არ მზადება. აი ბიუჯეტურში არის საუკეთესო ასე რომ. კი, ნამდვილად და მოდით ჩავძახებ ამაში და თქვენს გაიგებთ ხმას. როგორი ცივი ძალიან მაგარია. ო, ესეც კარგია. ნუ დაკანე ყვებებს როგორ აკეთებს, აბა ეს ყვება, ხო, მეცო? ძალიან მაგარი საკაბაში აქვს, ძალიან მაგარი. აი, კარგი ჟღერადობა აქვს. მე მომწონს ახლა. ფასი ხარისხთან არის იდეალური. იდეალური ეს. და საინტერესო რა არის, რაც მიყვარს ყველაზე ძალიან პრიმოსში. კი. ეს ბაზია აწყობი. ხო, არ დაკარგავ, არ ამოგივარდება, შანსი არ არის რა და ეს გადაწყვეტა მომწონს ყველაზე მეტად პრიმოსში რა. აქაც ეგ არის, აი ბატის მაშიც რეზბაზეა ყველაფერი აყვანე. კი ბატონო. აი პრიმოს აქვს ეს ტენდენცია და ძალიან საინტერესოა. დაუჭერ და ხანდახან იცის სიცივეში, სითბოში, სისველეში. ხო, რაღაც ამოვარდნები ის არის. ეხა კი ძნელია, აი უფრო ჰობოს და ეკოს ისე ნაზად ჩადის და ამოხეს. ხო რა, აი შენი კიდე უფრო იჭირდება. ჩემი ძალიან გავჭერდეს. რომ იმაში ხო. აი დაკალიმეტიდი არ ამოვარდება, მაგრამ აი ოდნავ იმას შეიძლება რაღაცა წაკრა და ხო ბიჭო რაღაც ადამიანი ხარ რა ასე რომ ვთქვა რა ნუ აი ჭიკვარა და კომანდერის ცნობილი ამის არ ვიცი ხა მე ჩემი ბურათოძე რამდენად სწორია არა მარტივია მაგრამ ანუ მოკლედ და ჩაჩქარი უნდა სიშირეს და ხო უნება გვასწავლის მაგას საგამარიცია სავსები ნორმალურია აქ ეს ერთი ცალი ყველას უნდა ქონდეს არსენალში და კომანდა არ ღირს უმარტივესი დასახელებელი $15-16 $60 ლარამდე ჯდება მაქსიმუმ რა იაფია ეს არის ზინკი 5-1-ში 6-1-ში იძახის ანუ ეს 5-1-ში 6-1-ში ნიშნავს რომ 5-6 იხვის ოღონ სულ ყველას იძახის მამალს ასე რომ მამალს ხო აი დავიდა ეს არის ხარაზული მამალი ხარაზული. საკმაოდ ისეთი ჟღერადი кайხმა აქვს, ბადრისაც მოეწონა, გიორგისაც მოეწონა, არ ღირს ესეც ძვირი, ესეც $17 ღირდა. კი ბატონო. რაც შეეხება, ნუ ეს Dark Unlimited, რომელიც უკვე სახეზეა და ერთ-ერთი უნდა დავარეგულირო, სანამ შეინლაპარაკებ. აი ეს მომეწონა ისა სალათისფერი, აბა ის დავარეგულირო. ფერი, ხო, გასხვავებული ფერი იყოს რაღაცა სხვაობა იყოს. აი ბატონო. აბა ნახე. აი მე დაუძახებ ხო შენ მანამდე მაგით იმასაკენი ესაუბრე ხარ ეხლა თქვით ამ სასულე მანოქს უნდა დიდი ჰაერი აი გიორგისნაირი დიდი კაცის ხელფილტვებზეა გათვლილი რა მე ცოტა
ანუ ამას გაბმულს, აი ნახეთ ერთ რაღაც მაგალითს მოვიყვან. ეს 80 წლის საიუბილეო მოდელს თუ ვეძახი გაბმულა დიდხანს, ამ მანოქზე ამას ვერ ვაკეთებ. და რავი გიორგი შენც ახლა გაბმული გაგიჭირდება, იმიტომ რომ ამას დიდი ჰაერი ჭირდება რა. და მიჭირს. კაი, მოკლედ ორკესტრში საყვირზე ვინც უკრავს, ვალტორნაზე ან რაღაც ჰობოიზე. მუსიკალური სუნთქვის კონტროლი ვისაც შეუძლია. შეუძლია იმისთვის იქნება ბრწყინვალე, მაგრამ ხა მონადირეებში ეგეთი ცოტა, მაგრამ სამაგიეროდ დიდი ბგერის ძლავრი, აი წნევიანი, დიდი წნევის, ანუ ბგერა იზომება დეციბელებში, ანუ ხმის წნევა და ამას შეუძლია ეგ ყველაზე მეტად. ხო, იქაც რომ წერდი ხმას რეკორდერში, ხო? ამის ჟღერადობას ყველაზე დიდ level meter-ში ხო აგდებდა მაღლა. კი, ყველაზე მეც ეს და ამას შეუძლია ყველაზე short distance. აი ეხლა ორივეს თუ გინდა მაგ იმაზე ჩაუბერავ ამასაც ბოლომდე და ამასაც და თვითონვე მოისმენე. ამას ვერ გაჭედა წესერთ რომ დაარეგულო ამას ვერ გაჭედა. არა კაცო ხო ფაქტი ხო იმას აუქენი. -7 გრადუსი არ გაიჭედა. მიდი აბა დაიძახე. ერთ ჩავძახოთ. მაინც მაგრად გაკაჩე რა გინდა. ხო, ნუ არა უშავს რა. აი მაქსიმალური დაძახება, ხო. და ერთ რაღაცას ვიტყვი, დამწყებებისთვის ეს ამით ეს უნდა გედოს, ანუ რას მიაღწიო. აი დამწყებებისთვის მინდა ვთქვა, რომ ამანოკით ნუ დაიწყებთ რა, გაგიჭირდებათ და შეიძლება ბევრ პრობლემას აწყოთ სუნთქვაში და ჩაიქნიო ხელი ასე რომ. ამიტომ ჯობია დაბალწნევიანი საყვირით დაიწყოთ. ეს უნდა აღნიშნოთ, კი აუცილებლად. მეც მასე არ ვიყავი. ის დაკომანდერი. კი ბატონო. გიორგის დაკომანდერი რომ გამოვიდა და დავიძახე. პირდაპირ დაიწყე და ძახება. მეთქი ეს. და მე რეგაგიჩნდა სურვილი რომ დაგეწყო. ეხლა მეც მეგობრებო ერთი თვეა რაც მეცადინეობ რა. მეტი არ არის რა. თან ამ ერთ თვეში სადღაც ალბათ 5-6 გააკვეთილი რა. როგორც მოვასწარი ჩემი უდროობიდან გამომდინარე და ეხა შეიძლება ითქვას ნორმალურად ვეძახე ეხა კიდე. თან ერთ რაღაცასაც ვიტყვი, როცა სანადიროდ მიდიხარ, წინასწარ სუნთქვა უნდა გაავარჯიშო. სანამ მანქანაში ხარ, ფილტვები გაავარჯიშო, მანოკიც მოირგო, წაივარჯიშო, ფეხბურთის წინ რა, თამაშის წინ რომ მოთელვას აკეთებ, ეგეთი მოთელვები საჭიროა. რომ ფსიქიკა დაიქოქოს ასე რომ ვთქვა. გონებაში ის ბგერები, ასე ვთქვათ, მოვიდეს რაც იქ გაიღვიძოს გონებაში იმ ბგერებმა და შემდეგ მე სუნთქვა ბგერა გონება ერთად ამუშავა რა. მოკლედ საინტერესო სფეროა, რა სიტყვი გიო? ძალიან. აი ამაში ძალიან დაძახებული და ამაში ძალიან დაძახებული. ეს მაგარია. ორჯერ მძლავრი. ორჯერ. კი არა, რა ვიცი, კარგი. ორჯერ მძლავრია. ეხლა კიდე მეტი აღარ მეყო თორე ამას კიდე შეუძლია. გერა წნევაზე, მაგრამ ყურითაც ხვდებით ეხლა რომ ეს არის სხვილკალიბრიანი артиллерия. ანუ ამისი ეს ცივი ხმა არის გაშლილი დიდი წყალსატევების, როგორც არის ჯანდარა, დასავლეთში ფოთი და პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიები. გაშლილი. ხო, აი უკიდეკანო სივრცეებში, აი სადაც შორი ხედვის საშუალება გაქვს და აი სადაც დაინახავ იხსრო, იქ მიაწვინო ხმა, რომ რაღაცა საინტერესო ხდება მის გარშემო რა. აი იმისთვის არის ეს ახლო მანძილებში შეგიძლია ამუშაო, განა არა, ანუ დაარეგულირებ ხრინწზე დააყენებ, ასე რომ ვთქვათ. ხო, ეს ხრინწი ახლა ამას ისეთი არა, აქ უფრო ცივია, ასე რომ ვთქვათ რა, მაგრამ ხმას თუ დაურთავ დაძახებას, აი ესეთი მე თუ წამოიღებ ბგერებს ხვევიდან, ეგრევე ხრინწავს რა. ხო, და ანუ ძალიან სპეციფიკური და პროფესიონალურია, მე თუ მკითხავთ. ხო, ეს არის უკვე პროფესიონალური მანოკი და დამწყებები ამით ნუ დაიწყებთ. დაიწყეთ დაკომანდერის დაბალბიუჯეტიანით პრიმოსით ბადრიას მანოკი კიდე ერთი. ხო, ეს არის ბადრიას, ბადრი მოკითხვა. შენი წყალობითაა რომ აგერ ამდენი მოგროვდა. და ბადრის თუ ჩაგვერთვება მე აქ ამ დაძახებებში თავის აზრს გაგვიზიარებს, ეგეც კარგი იქნება. ძალიან საინტერესო აზრები აქვს. ვაპირებთ რომ ერთი კარგი დიდი შეხვედრა მოვაწყოთ, ვისაც ეს საინტერესებს და შემოგვეხმიანებთ მეგობრებო, თქვენ ახსოვთ რომელი? აგერ. უყოლე მათხოვე შენი რა მიდის.
მიდი. აი მაღალწნევაზე რო არ ვიქრეული, წააკივა ბოლოში. ეს საჩემო, არის საჩემო. ეს არის საჩემო. არის ჩადება ასე, არის ჩადება. არა, უბრალოდ წააკივლებს ხოლმე რა, ის რაღაცა იქნო წნევა სწორად რო ვერ ვაწვდ. ვერ ასწრებს ჰაერი გამოტყორს. აუ, რა მაგარი კვაკია. ყვება აქ ძალიან მაგარი. ჩამოვა შენიც და მაგარი. უსერიოზულეს ძალიან მაგარი. სუპერია. ეს რო დავარეგულირე, მაშინ შენი დარეგულირებულია და ხელს არ გიდებ. უგომა. ამას უფრო ხრიცია. მაგარი გასწორებულია. გასწორებულია. ხელს არ ვაკიდებინებ არავის. შეხედე ახმა. სუპერია. აუ, გაროჩო. ძალიან მაგარი. აი, გეუბნები ამას ხელს არ ვაკიდებ. წნევა უნდა და ეგრევე ხრიცავს რა, გაროჩე რა. ჯერ ხო ჟღერადობა და მე მაღალ ხმაზეც ისეთი ხრინწიანია. კი ბატონო. მათ ხო ერთ მაგისენა რა დოზაზე მიყენია რომ დავინახო თავიდან რო არ ამოხსნა ფორმულები. სუპერ წამოწეულია, გაი, ეხლავე. და მინდა აღნიშნო რომ აი სუნთქვები მეგობრებო რა შეგიძლიათ ხო როცა ეძახით ხო ხმას გამოსცემს მოატრიალო მანოკი და რამდენად სწორი სუნთქვა გამოგდის რა აქედან ხო შეგიძლია ეგრეც ივარჯიშო არა? კი, ანუ გადაცემა ადამიანებზე რეალურად ხდება მასე თუ როგორ უნდა დაიძახო. მე ვფიქრობ ყობა რომ ეგ მომდევნო იმისთვის დავიტოვოთ. აი ხო საფეხურებით, აი რით უნდა დაიწყო და რა არის უმაღლესი პილოტაჟი. ხო, ეგეც გავაკეთოთ. ეხლა ყველაფერი ძალიან აიზილება ერთმანეთში რა. არა. დეტალურად. არა, ცოტა ხრინცი უნდა ცოტა რა. მეცადე. აცა, მოატრიალოთ. მაგას აქვს სასწაული. ხრინცი აქვს მაგარი. სასწაულია. ხელს არ ვაკიდებინებ არა, მეთქი არ გაასწოროთ, გასწორებულია. გასწორებულია მამა ისა, დედა ხარაზულზე. აი. მოიგო. აბა მე ყובაც ნახე ერთი როგორი აქვს. მეცადე, კაი, ნახოთ. მეცადე რაღაცა უნდა. რაღაცა უნდა. ხო, მოკლედ ბატზე მერე გადავალთ, იმიტომ რომ ბატზე ცოტა მეცადინეობა გვინდა რა. ბატზე ხო ეხლა ბატი არა იმდენი რაც იხვიდა. აი. კიდე უკეთეს. აი. რაღაცა მომენტი უნდა რა. ხო. აი ესე ძებნა უნდა რა. პატარ-პატარა წანაცვლებები, სულ არის შეიძლება მილიმეტრის მიათედი წანაცვლო მიკრონი და ათხო შენი. აი, მოცა ვერანი, მიდი. არა ის მაგარ ბგერას იძლევა. და ამას თავისებური აქვს, ოღონ ამანაც მომცა. გასწორდება გიო ეგეც, გასწორდება. ჩვენ ხელში კარგია. მოკლედ შვიდობაში გიო, კარნატირობაში გასართობი ბევრი გვაქვს. კი ბატონო. თავარია საქმეს არ მოვწდით. რა ვიცი, ესეთი შენაძენი წინვალია. ამას ყველაფერს მე ვიცი როგორც მოაწესრიგე. კი ბატონო ჩემ. თქვენს მეგობრებო, მინდა გისურვოთ რომ ჩვენს ტყუაზე გადმოსულიყავით. ხო და ესეთი მანოკებით გენადიროთ, მიიღოთ სიამოვნება ნადირობისგან და რა ვიცი, აბა დანარჩენი გიორგი ამატებს და
ბოლოსკენ მივდივართ. ჩვენ ცხოვრობთ, ასე რომ ვთქვათ, ქართული ცხოვრების წესი და რა მოიაზრება ამაში. რაც ვიცით ჩვენ, რაშიც ვაღწევთ შედეგებს და რაც მიგვაჩნია სწორ ფორმად, ასე რომ ვთქვათ, რითაც არ ბუნებას დავაზარალებთ, ჩვენ ქვეყანას ვარგებთ და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას ვარგებთ. ყოველთვის ვცდილობთ რომ გავაზიაროთ, გავცეთ და რაღაც ესე ხო შემოვიკრიბოთ და ესე გავძლიერდეთ. ეს არის ჩვენი მოტივი, თორე ჩვენ არც ასე რომ ვთქვათ პოპულისტობისგან გვაქვს მიდრეკილება, არც ცნობადი სახეობისგან არ გვაქვს მაგისი მიდრეკილება და არ გვჭირდება ჩვენ უბრალოდ იმიტომ ალბათ ხვდებით კიდევაც ვარც ყოველ კვირა, ყოველ დღე, ყოველ იმაში არიდება ჩვენი ვიდეოები. მაქედან გამომდინარე რომ ჩვენ ყოველდღე სალაპარაკო არ გვაქვს, რაღაც ცოდნას ვაგროვებთ, ამის გაპრაქტიკულებას ვახდენთ და მე ვცდილობთ რომ რაღაც მოგზაურობულად მოგაწოდოთ თქვენ, ვისაც გამოგადგებათ სიკეთეში მოგახმაროთ თომეთმა და ვისაც არ გამოგადგებათ, თქვენს კარგად და მაგრად იყავით, სხვისგანაც ბევრს სწავლობთ, ყობამიცის ხოლმე თქმა რომ ყველაზე ძალიან ადამიანში რაც მიყვარსო არისო რომ მოусმენსო სხვას და იმის ცოდნას გადამოიღებს თვითონაც და ისწავლის და გააიშინა თვითონ შეეულება შემატოს რაღაცა თავარი არის მოსმენის კულტურა და ადამიანმა რომ რაღაცა იცის იმისი დაფასება რომ იცის და აღიარო ეს რომ ვენაცვალი ამ საქმეში ასე აი ეს წავაზიარება რა თქმა უნდა შენ არ გესწავლებინე ხე ჩემთვის დღესაც ეს ყველაფერი ჩემთვის იქნებოდა ჩინურით რა კი ბატონო და შენი წყალობით არის რომ ამ გზას დავადექი და მეგობრებო შემოგვიერთდით გიორგი მზად არის რომ ყველა ჯანსაღ საქმეში ასე რომ მოგეხმაროთ დანარჩენი კიდე აგერ არის აგერა ვარ და რითაც შეგვიძლიათ მომავალში ვაპირებთ კარგ განხილვებს ამ მიმართულებით იმიტომ რომ კიდე რაღაცეები ჩამოვა და ერთ კარგ საერთო შეკრებას მოვაწყობთ სადაც აი არ ვეყოფა რამდენიმე დაგჭირდება ხო არა ერთში ხა საათები თუ არ გამოგვიდეს საუბარი რამდენიმე შეკრებას კი ბატონო მოვაწყოთ ჩვენზე შეიძლება უფრო კომპეტენტური ხალხის აღმოჩნდეს იმ შეხვედრაზე ასეთო შეკრებაზე იმათ აზრსაც მოისმენთ იმათ დაძახებასაც მოისმენთ იმათ ცოდნასაც გაგიზიარებთ უბრალოდ წინ კარგი ამბები გველოდება ნამდვილად დღეისათვის სულ ეს იყო დავამშვიდობოთ ყველას უსურვებს სიკეთეს და კარგ ამბავს ჯერ კიდე აღდგომის ასე ვთქვათ 40 დღიან ციკლში ვართ და ქრისტე აღდგათი დაგემშვიდობებით სულ ყველა თქვენთაგან სიგეთე მოგცეთ ღმერთმა რა აბა ბედნიერად მომავალ შეხვედრამდე იცოცხლე კარგად